გზას 4-თა ეკლესიისკენ დავადექით. თითქოს პირველად უნდა ვნახო, ისე მიცემს გული. თითოეულის მოლოდინი ემოციურია. ხოლოდ ფოტოებიდან აქვთ ნანახი ეს დიდებული ტაძარი. ჩვენ ვიდივართ ახლა 4-თაში, რომელიც არის ჭოროხის მარცხენა ნაპირზე. მოულოდნელად ლანდშაფტი იცვლება. დღეს უძველეს ისტორიას უნდა შეხვდნენ, იმოგზაურონ, შეეხონ, განიცადონ და მიიღონ მადლი, რომელიც აქამდე არ გაუზიარებიათ. 4-თა ეკლესია მდებარეობს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში. იგი მე-10 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. გვიანი ხანის ბაზილიკების თვალსაჩინო ნიმუში, რომელიც პროპორციებით განსხვავებულია გვიანი ხანის ბაზილიკებისგან. იგი კერძოდ სამნავიანი ბაზილიკაა. ტაო-კლარჯეთის ძეგლებიდან 4-თა ეკლესია გამოირჩევა სამონასტრო ნაგებობათა დიდი რაოდენობით და ამავდროულად სტილით. დიახ, მეგობრებო, ესენი ჩვენი სტუმრები არიან. ეს ამ საღამოს ხმას კინძლობს დიდებული მე-10 საუკუნის ეკლესია 4-თა. ეკლესია მდებარეობს ზღვის დონიდან 1350 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სამკუთხა ბაქანზე. მონასტერი შედგება 4 ნაგებობისგან. უზარმაზარი ბაზილიკა, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია ორსართულიანი სამარხი ეგვტერი, სატრაპეზო დასავლეთით, ორნავიანი დარბაზი, ჩრდილო-დასავლეთით, სადაც იყო განთავსებული სემინარია და სკრიპტორიუმი. მდინარე ჭოროხის მეორე მხარეზე, მონასტრის დასავლეთით 150 მეტრის მანძილზე მდებარეობს სამლოცველოსა და ორსართულიანი კამაროვანი ნაგებობის ნაშთები. ეს ნაშთები ისტორიკოსთა მოსაზრებით ბერთა სამყოფელი იყო. ოთხთას მთავარი ტაძრის გარდა შემორჩენილი აქვს სატრაპეზო, სემინარია და რამდენიმე ნაგებობა. ძლივსხა შესამჩნევი მოხატულობიდან თვალსაჩინოა საკურთხევლის სარკმლის თაღში ჩასმული ფრესკა ქალის გამოსახულებით, რომელსაც მაღალი გვირგვინი მოსავს და ხელზე თვით 4-თა ეკლესია უძევს. ეს გამოსახულება დრომ შთანთქა როგორც სხვა დანარჩენი ფრესკები.
ეკლესიის მშენებლობის შესახებ სამწუხაროდ აღარ არსებობს ცნობები. მხოლოდ რამდენიმე წარწერას თუ ამოიკითხავთ თავად ტაძრის ნანგრევებზე. იესო ქრისტეს ადიდებდა ვით კურაპალატი. ქრისტეს ადიდებდა ვით მეფე კურაპალატი. ჩვენ საღამოხანს ვესტუმრეთ ოთხთა ეკლესიას. ამიტომ მასში მზის ნათელი ისე მკვეთრად არ აღწევდა, როგორც დღისით. ჩვეულებისამებრ ის კარგადაა განათებული, რადგან მთავარ ნავში 10-ზე მეტი სარკმელია, გვერდითა კედელში 5-5, 2 კი დასავლეთის კედელში. ტაძარი გადახურულია კრამიტით და აგებულია თლილი ქვით. დაზუსტებით უცნობია, თუმცა გავრცელებული აზრით, ტაძარი აშენდა 4 მახარობლის სახელზე. ასევე მეორე მოსაზრებაც არც თუ ისე უსაფუძვლოა. უშკის, იშხანის და ხახულის შემდეგ აშენდა 4-თა ეკლესია და სახელიც 4-თა, მიტომ შეურქმევიათ. ამ დროისთვის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ და სასულიეროსთან ერთად საგანმანათლებლო და სამშენებლო საქმიანობითაც გამორჩეულად ხასიათდებოდა. ისტორია გვაუწყებს, რომ ტაო-კლარჯეთის ძეგლები დღევანდელობისთვის გადაიქცა ქართული მწერლობის აკვნად, ხოლო აქ შექმნილი არქიტექტურულ ძეგლთა ნაგებობები მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის. ეს იყო ლიტერატურული, სასულიერო და პოლიტიკური თვალსაზრისით ოქროს ხანა. აქ იწერებოდა ლიტერატურული მატიანეები, ფასდაუდებელი ოთხთავები, ასევე განვითარებული იყო მთარგმნელობითი სკოლა. გაველურებულ ვაზსაც მტევნები მოუსხამს, წიფოფის თვე კი ჯერ არ დასდგომია. შიგ საკურთხეველში ძვლის ნამტვრევიც აღმოვაჩინეთ. ეზო ხეხილით მსხმოიარეა. ოთხთა ეკლესია. აქვე რუც მოჩუხჩუხებს, მხოლოდ წარსულმა იცის, რანაირი სიცოცხლე ჩქებდა აქ, ამ დიდებულ ადგილას, სადაც საქართველოს ისტორია იწერებოდა. აქ იმხელა მადლია. ამგვარად ვემშვიდობებით ოთხთა ეკლესიას, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ხვალიდან შემოგთავაზებთ სხვა ახალ ვიდეოებს, საიდანაც მოგიყვებით ასევე მდუმარე ტაძრების ისტორიას. სულიერებით აღსავსენი დავადექით გზას. გზად წყაროსთან შევჩერდით. აქვე მდინარე ჭოროხის პირას. გადავუღოთ. უნდა აიღო ისე ბოთლი. ბოთლი ვაიღო. წყაროსთან გამოვიარეს მეგობრებო, ოთხთა ეკლესიიდან მოვდივართ ჩვენი ჯგუფი და ცოტახნით შევჩერდით წყალსავლებს. ძალიან ლამაზი დღე გქონდა, მინდა გითხრათ. და ბედნიერი მე, იცით როგორი ბედნიერით, როდესაც აქ ვარ ხოლმე ტაო-კლარჯეთის დალოცულ მიწაზე. გესაუბრებით თქვენ სიყვარულით, მოგიკითხავთ. ჩემო ძვირფასო ქართველებო, ქრისტიანებო, მართლმადიდებლებო, ფარავდეთ ყველა ჩვენი წმინდა ღვთისმშობლის მადლი და ძალა. აქვე მდინარე ჭოროხის პირას
მე როგორც ჯგუფის ხელმძღვანელს არ შემეძლო თანამგზავრთა შთაბეჭდილებები არ შემეგროვებინა. როგორ? მახოლო მიორკ. მეც მიყვარხარ. ბატონო ბესო, როგორ მოგეწონა დღევანდელი დღე? ა? კარგი იყო და შეგნებიც და ძალიან კარგი თავში ნამყოფი იყავი, მაგრამ მაშინ ვერ მოახერხე 4-თა ეკლესიის მონახულება, ხო? და პირველად ისწავლები მაშინაც მეცნიერებას წავიდეთ ესაც ყველაფერ და მადლობა შენ ამის თავიდან გაზიარებისთვის. დიდი მადლობა რომ მოინდომე და წამოხვედი. წინ კიდევ უფრო ლამაზი დღეები გველოდება. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოდი ახლა საზოგადოებას მივესალმოთ და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. მე ვფიქრობ მადლიანი დღეც. ზოგიერთი თქვენგანის ოცნებაც ასრულდა იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი თქვენგანი პირველად ხართ, ხო, ტაო-კლარჯეთის დალოცვილ და მადლიან მიწაზე, ჩვენს ქართულ მიწაზე და დღეს მხოლოდ 4-თა ეკლესიის მონახულება შევძელით. თუმცა გზაში ძალიან საინტერესო ხედები დავინახეთ და მოდი ახლა რამე შთაბეჭდილების სახით 1-2 სიტყვით რომ გვითხრათ და გაუზიაროთ საზოგადოებას. მართლაც ყველა ქართველი შესაძლოა რომ ამ მხარეს მოვიდეს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ის ნაწილია, რომელიც ჩვენებით ბევრად არ დაგვიქმნია და ყოველთვის იქნება ეს ჩვენი განუყოფელი ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ მაინც ჩაკეტილია საზღვრები ასეთ ისე, მაგრამ იმის ბედნიერება მაინც მოხდა, რომ ნებისმიერ დროს გადმოვიდეთ, მომინახულოთ ეს ღირებული და მართლა დაუცველი ადგილი, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ გულში იქნება და ყოველთვის მაგვენატრება ეს ტერიტორია, რომელიც ოდესღაც ალბათ ისა ჩვენი ნაწილი გახდება. და არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ მეორეთაც გაგიჩნდეთ სურვილი აქ მოსვლის და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებსაც უნდა მოუწოდო რაღაც აქედან შენ როგორც ახალგაზრდა. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ გვერდით ხარ. მეც მიხარია, კი რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ნახოს აბსოლუტურად ყველა ქართველმა არ აქვს მნიშვნელობა. ახალგაზრდა იქნება ცოტა ხანდაზმული, იმიტომ რომ თუ ქართველი ხარ, რა თქმა უნდა, ეს შენი ნაწილია უკვე და უნდა გინდოდეს, უნდა გეძახდეს, რომ იცი რა, მე შენი დაკარგული ნაწილი ვარ, მაგრამ მაინც შენს გვერდით ვარ. ამიტომაც რავი, მართლაც ვის რომ მოხვიდეთ, ნახოთ, არინანებთ, იმიტომ რომ ულამაზესია ეს ყველაფერი და აი თქვენ სამშობლოს იგრძნობთ უკვე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ძალიან დიდი მადლობა, მე ამეცრემლა ამ სიტყვებზე და უდიდესი მადლობა. უნდა გითხრათ რომ დღეს არის ჩვენი ბედნიერების დღე, ჩვენი ნატურის ახდენის დღე და ყველა ჩვენგანი ვართ ძალიან ბედნიერები, იმიტომ რომ დიდი ხნის სურვილი დაუცნება ავიხდინეთ. ნახეთ 4-თა, რომელიც არის ძალიან შთამბეჭდავი, არ ველოდით ამას, რაც ნახეთ. ეს არის ჩვენი დიდებული საქართველოს ძველი დიდების ფაქტობრივი დასაბუთება. ის რაც ჩვენ ნახეთ, ეს არის ჩვენ დიდი სიამაყე და ჩვენ დიდი ტკივილი, ჩვენ დიდი ბევრი ცრემლი. ჩვენ ნახეთ ჩვენი საქართველო ძლევა მოსილი, საქართველოს დიდებულების ნაშთი. არ შეიძლება ამ ყველაფერმა არ შეგძრას, არ აგატიროს, არ აგაღელვოს და არ მოგინდეს აქ ყოფნა ყოველთვის. დიდი მადლობა. მოვედით აქ, მაგრამ ვიცით რომ კიდევ ბევრჯერ მოვალთ აქ და ყველას მოვიყვანთ აქ. ამინ, გისმინოთ უფალმა რომ ბევრი მოგენდომებინოთ. ჩვენ დღეს შვილებიანად მოვედით, ჩვენ მოვალთ მოსწავლეებიანად, კოლეგებიანად, ყველასთან ერთად, იმიტომ რომ ეს საქართველოა და ეს საქართველო უნდა იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც იყო ჩვენი და ეს ყველამ უნდა ნახოს, ყველამ უნდა იგრძნოს და ყველამ უნდა იცოდეს და ყველამ უნდა გაიგოს. არა მარტო ფოტოებიდან. ჩვენ ვიცოდით ეს აკითხულით, გაგონილით, მაგრამ რომ ნახეთ, ამ ყველაფერს გადააჭარბა. ყველა მოლოდის გადააჭარბა. ბევრი ვიტირეთ, ბევრი ვილოცეთ. ყველას უსურვებ რომ მოვიდეს აქ, ნახოს, იგრძნოს, უფრო უყვარდეს თავის სამშობლო. ჩვენ საქართველოში ვართ, სხვაგან კი არ ვართ, ჩვენ სამშობლოში ვართ დღეს. მადლობა ნათიას, ლევანდელი. ჩემსავით ტირი შენ. ყველას მადლობა. მადლობა. მადლობა უფალს. მადლობა უფალს.
დიდება უფალს გისმენთ აბა თქვენი შთაბეჭდილებები ყველაზე ძვირფასი ახლა ჩემთვის გაიგარო დიდება უფალს რო აქ მოგიყვანა და გვანახა ჩვენი დაკარგული ნაწილი ჩვენი საქართველოს და მე იმედი მაქვს ღმერთისგან რომ ეს გასხვისხებული ეს დაკარგული ვითომ დაკარგული კი არ არის ეს არის შენახული და ჩვენ ნემჯერა ღმერთისგან რომ ჩვენ ეს აუცილებლად დავიბრუნებთ ამას ჩვენ თუ არ მოვესწრებით სიძულვილ საქართველოსთან ნახავთ რომ ეს იქნება გაერთიანებული ჩვენი თქვენ პირველად ბრძანდებით ტავაკლარჯეთში შეიძლება ასაკი რო გავამხილოთ კი ბატონო 75 წლისა ვარ და ყველაფერი ჯერ კიდე წინა და გვიან არაფერი არ არის ხო ზოგიერთი უშინდება ასაკს რომ ვერ შეეძლებს მაგრამ ასე არ არის ასაკს არ უშინდები თუ მე ვერ მოასწარი ჩემი სული მაინც ნახავს რომ მე ძალიან ინტერესი მაქვს რომ ჩვენი საქართველო გაერთიანდეს გამძლიანდეს ეს არის ჩემი იდეა დიდი მადლობა მინდა რომ ყველას თქვენი აზრი დაგაფიქსირებინოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი რომ ბედნიერები ხართ, გახარებულები ხართ, თქვენს თვალებში იკითხება, მცრემლიან თვალებში, ბედნიერ თვალებშიც, გულდაწყვეტილ თვალებშიც და გისმენთ აბა. დღეს რომ ნახე მოლოდინს გადააჭარბა ისეთი ნახე. სიხარულით, სიამაყით აღვიხსე და ნოსტალგიურად რომ ეს უკვე ჩვენი არ არის, მაგრამ ერთ დღეს იმედია რომ ჩვენი იქნება და დავიბრუნებ და რესტავრაციასაც გავუკეთებ და აღვიდგენენ იმ პირველ სახელს რაც იყო მაშინ ჩვენი 4-თა ეკლესია ნამდვილად დიდებული ტაძრიდან დავიწყეთ ჩვენ დღეს ექსკურსია მოლოცვა ამ ძვირფასი ტაძრების და ხვალ კიდე გაგრძელდება და უფრო გაგვიღრმავდება შთაბეჭდილებებით სევდაც რომელიც გაგყვება იმიტომ რომ დამერწმუნეთ აქ ყოფნა ჯერ კიდევ გააზრებული არ გაქვთ როდესაც საზღვარს გადავლახავთ მე ბევრჯერ გამიკეთებია ეს და ყოველთვის ახალი განცდები მიმაქვს ხოლმე იმიტომ რომ რა ვიცი იცით რა არის აი ასე მგონია რომ ჩემი ძველი წინაპარი მიტოვებული მოხუცი ბებო ამ ბაბუ მოვინახულე და მე რო გულდაწყვეტილი მიდიხარ იქედან რომ ნანობ რომ ასე როგორ მიატოვე ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული უფლის ნება არის ყველაფერი და უფალმა იცის როდის რა უნდა იყოს ეს არის პირველი დღე და ძალიან ემოციებით უკვე სავსე ვარ რომ ნახე ესე იგი ფიქრობდი აუცილებლად უნდა წავიდე იქ ერთხელ მაინც ცხოვრებაში შანსი მომეცა და ამას არაფრით არ გავუშვებდი ამ შანსს და მართლა მადლობა ღმერთს რომ წამოვედი და ვნახე და ყველას მოუწოდებ რომ მართლა მოვიდნენ და ამოვიდნენ ნახონ ეს ჩვენი ესეთი საოცრება რო გვაქვს და ყველა ხვალდაზე უფრო დიდი იმედი მაქვს ყველას მოვივიდით ყველას ნახავთ მოვეფერებით და რა ვიცი ემოციები დატვირთული ვარ და ყველას ვურჩევ რომ ერთხელ მაინც ამოვიდნენ და ვილოცოთ ჩვენი ლოცვა გავაძლიეროთ და მართლა რომ მართლა აი უკვე ტანში ბურძლავს და აი რომ დაუბრუნდეს რა ჩვენ საქართველოს ღმერთმა ქნას საერთოდ ხომ ბედნიერი ვარ რომ აქ მოვდივარ ხოლმე და ამიწაზე ფეხს ვადგამ ხშირად მაგრამ თქვენი აღფრთოვანებული სახეებით უფრო მეტად ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც მოდის და იმედგაცრუებული არჩევა, ჯერ არ შეიძლება ღმერთი გვიწყენს, როგორ შეიძლება აქ იმედგაცრუებული დარჩე. ხო, ამას დიდი მადლი არაფერია, რასაც ახლა თქვენ აქედან წაიღებთ. აი, რა ვიცი, რამდენი საუკუნის წინანდელია და აი საოცრება მართლა და ყველას მოუწოდებ რა ერთხელ მაინც ნახონ ეს საოცრება. ჩვენ ახლა არაჩვეულებრივ ადგილზე ვართ, შემოგვაბინდდა, მაგრამ ყველაფერი ისეთი ლამაზია, არ შეიძლება თქვენი აზრიც არ მოვისმინოთ ახლა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა ვიცი, სხვა ემოციებით ვარ დატვირთული. აი, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, იმ სიძველეებს რო შეეხებ, იმ ფესკებს რო ნახავ, ეს რაღაცა ისეთი ადამიანს ჟღუანტელს რომ მოგვრის ისეთი და რაღაცა როდავტოვე ეკლესია თითქოს მეკაჩებოდა თითქოს იქ დავტოვე რაღაცა სულის ნაწილი მართლა ასეა ყოველ ჯერზე ასე მემართება რამდენჯერაც მოვალ და მოვინახულებ იმდენჯერ უფრო მეტად მიჩნდება სურვილი რომ
თავიდან თითქოს რაღაცა თავიდან ალბათ ხო რაც ვერ დავინახე აი მომდევნო მოსვლაზე დავინახავ მომდევნო შეხვედრაზე დავინახავ შეხვედრას იმიტომ ვამბობ რომ რაღაცა განკაცებული მყავს თითქოს განსულიერებული თითოეული აქ სემინარია რო არსებობდა ქართული წირვა, ლოცვა, ქართული საგალობლები და ყველაფერი ქართულად რო წინავდა და საქართველო აქ რო ყვაო და რაღაცა აქ რო მე ეს ეკლესია რო ვიხილე ასეთი დაანგრეული, ჩამოშლილი ჩვენი ხელი რო ჭირდება საქართველოსგან მეტი ყურადღება რო ჭირდება რაღაცა ძალიან დიდი ემოცია დამტოვა და შველა უნდა და მიხედვა უნდა ეს ვიდა რომ დააფიქსიროთ ხო? კი. დიდი მადლობა. მადლობა. ეკონა ყვავილებს გადამაძინებს. ახალი ემოციებით, სიყვარულით, ბედნიერებით. ახალი ფიქრის საგანი გაგიჩნდა. კი, აბარა, ახალი პროექტის, ახალი იდეის, ახალი მიზნის ადამიანმა ზოგადად არ უნდა მისვენოს, არ უნდა დაიძინოს, ძილშიც უნდა იფიქროს, იმიტომ რომ ეს მისი სამშობლო, რომელიც მას ღმით მაჩქა. და მას მოვლა ჭირდება, მიხედვა ჭირდება. მეტი სხვა რა არის აბა ჩემი დანიშნულება ამ ხმად მოვლენების მიზანი. დიდი მადლობა, თქვენ ხართ პედაგოგები და თქვენზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. იმიტომ რომ ზოგიერთ ბავშვს ამას მშობელი ვერ ასწავლის. ანუ ყველა ბავშვს არ აქვს იმის ფუფუნება რომ დედამ და მამამ ამ თემაზე ესაუბროს. და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს არსებობას ამ შემთხვევაში ბავშვების ცხოვრებაში და იმედი მაქვს მე თქვენ სკოლაში ერთხელ უკვე ვიყავი და მეორედ მოვალ აუცილებლად მომდევნო წელს თქვენი დაპატიჟებით არა ჩემი ინიციატივით მოვალ უკვე და ანუ როგორც კარგი მეგობარი ასე მოვალ ჩემი ინიციატივით იმიტომ დაპატიჟება აღარ მჭირდება და უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ამ თემებზე ბავშვებთან ერთად დიდი მადლობა შენ მადლობა მე მადლობა